უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე. საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია და ტრადიციულად ყოველ სამშაბათს საღამოს ჩვენ ვიკრიბებით რადიო იმედის ეთერში, რათა ვისაუბროთ თეატრზე და ჩვენ ყოველთვის აქტიურად უჭერთ თეატრალურ პროცესებს, მხარს ვაშუქებთ და ვცდილობთ, რომ უფრო მეტი სიახლე მოგაწოდოთ ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად ემზადება ცხინვალის დრამატული თეატრი, ჩემო ბატონო, 140 წელი უსრულდება ამ თეატრს, სამწუხაროდ მათ კვლავ შენობის პრობლემა უდგა, თუმცა არის პროცესები წარმართული, რომ რაღაცით მოგვარდეს და ერთხელ და სამუდამოდ დროებით დედაქალაქში ვიქონიოთ იმედი, რომ მიეცეთ მათ შენობა, სადაც შეძლებენ წარმატებული პროცესის გამართვას. ძალიან ღირსეულად და უხმოსავლიანად შეხვდა ცხინვალის თეატრი სახელოვანი იუბილეს, მათ არა მარტო საქართველოში და დედაქალაქში, რეგიონებშიც და საზღვარგარეთაც კი მოიპოვეს წარმატება. სიდეს საერთაშორისო ფესტივალზე მათ გრან-პრი მიიღეს და ხელდამშენებულები ჩამოვიდნენ. გოჩა კაპანაძის ჯაყოს ხიზნები ჰქონდათ წარმოდგენილი, სულ ცოტა ხნის წინ მათ წარმოადგინეს პრემიერა მიხეილ ჯავახიშვილის ასევე გენიალური ნაწარმოებისა კვაჭი კვაჭანტირაძე, რომელიც ის რუსთაველის თეატრში გაითამაშეს და ახლა უკვე 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღეს აღინიშნება თეატრის 140 წლის იუბილე და ჩვენ სწორედ ამ თეატრის წარმომადგენლები მოვიწვიოთ დღეს სტუმრად, ბატონი ზაზა თედიაშვილი, თეატრის დირექტორი და წამყვანი მსახიობები, ქალბატონი ლელა მანგოშვილი და ქალბატონი თინათინ კობალაძე. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად და პირველ რიგში გილოცავთ სახელოვან იუბილეს. ბატონო ზაზა, მაინც დირექტორით დავიწყოთ, ქალბატონები ხო იცით? ბატონო ზაზა, აი როგორ ემზადება თეატრი, თავიდან სასიკეთო ამბებზე ვილაპარაკოთ და მე პრობლემასაც შევეხოთ, რომ პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, თქვენი სტუდია ბატონო ნიკა, ყოველთვის მზადაა ასეთი შეხვედრებისთვის ხოლმე და გვიხარია მესამედ უკვე ვარ სტუდიაში. ყოველთვის საკითხი დიახ, მესმის რომ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პატარა შესწორებას შევიდა ლელა მახნიაშვილი. არავისას თავარი ისაა, რომ ჩვენი თეატრი ნამდვილად ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომ 27 წელი 26 წელი შესრულდა უბრალოდ, რაც დევნილის სტატუსით ვარ თბილისში. ეს ძალიან დიდი რიცხვია იმ პერიოდისთვის, რომ ასე ვთქვათ, თეატრმა როგორღაც გადალახა ხომ სირთულეები, მაგრამ თურმე არ არის პატარა თარიღი 26 წელი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, ჩვენ უფლება არ გვაქვს არც დევნილობის გამო გავჩერდეთ, ან იმის გამო, რომ შენობა არ გვაქვს, ან იმის გამო, რომ რაღაც გვაკლია, ბევრი რაღაც გვაკლია, მაგრამ ჩვენ ყველაზე მთავარი რაც გვაქვს, ყველაზე მთავარი რაც შევიძინეთ ერთმანეთს, ეს არის ის სული შეგრძნება, რომ ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი, ერთი დიდი ქვეყნის პატარა ოჯახი, რომელმაც დაკარგა სახლით, კარით, ყველაფერი, მაგრამ ჩვენ სადაც ვართ, იქ ვართ ერთად. ვესმის, რომ ეს არის ჩვენი გუძე, ეს არის ჩვენი სამაჩაბლო, ეს არის ჩვენი ცხინვალი და იქ სადაც შევდივართ, დროებით თავშესაფარი სადაც გვაქვს, ეს არის ჩვენი პატარა ცხინვალი. ამას ხა პათეტიკად ჩამეთვლით, მაგრამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურიც გარდა ხელოვნებისა, რომ თეატრი არსებობს, თეატრი მოძრაობს, მუდმივ ძიებაშია, ძალიან წარმატებული სპექტაკლებიც თქვენ ახსენეთ და ასეა. არ ვიტრაბახეთ, მაგრამ ასე გამოგვივიდა საკმაოდ წარმატებული ორი გასწრული ეხლა ხანს ორი კვირა რაც ჩამოვედით გორი ზესტაფონი მოვიარეთ ახალი სპექტაკლით კვაწით და პირდაპირ გეტყვით, რომ იყო აღტაცებული შანშლაგით მაყურებელი დიდი ხანი არ გვიშობდა სცენიდან. რაც შეეხება 27 მარტს ნამდვილად რუსთაველის მცირე დარბაზში ჩატარდება ეს ღონისძიება, იქნება სპექტაკლი ჯაყო და სპექტაკლის დამთავრებისთანავე დაიწყება დაჯილდოება, ასე ვთქვათ, ჩვენი თანამშრომლების სხვადასხვა პრიზებით, ჯილდოებით და სიგელებით. როგორც საიუბილეო ეკუთვნის ასე. რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში მუშაობენ რა თქმა უნდა. ქალბატონო ლელა, თუ გაიხსენებთ, აი როგორ
მოხდით თეატრში პირველი ნაბიჯები და აი იქიდან მოყოლებული რა შედეგებს მიაღწია დღემდე მე მგონი ოქროს ხანა დგას ახლა შემოქმედებითად გულისხმობ თქვენს თეატრში და აი სწორედ თქვენზე არის ეს რეპერტუარი იმ სახეობებზე რომელიც ახლა მუშაობთ თეატრში მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის მივესალმებით თქვენს სპენელს ჩემი პირველი ნაბიჯები რა თქმა უნდა ძალიან კარგად მახსოვს ეს ისეთი ნაბიჯები რომ საერთოდ არავის ხდება ადამიანს მით უმეტეს მსახიობს თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მე ჩავედი ცხინვალში მაშინ ჯერ კიდევ ცხინვალში ფუნქციონირებდა თეატრი და მინდა გითხრათ რომ ძალიან წარმატებულადაც და მეც შეუერთდი ამ დასს ძალიან ბევრი მოვასწარი 2 სეზონის მანძილზე სერიოზული როლების თამაში ნუ მე როგორც ხდება ხოლმე რაღაცნაირად მომიწია თეატრიდან წასვლა და წლების შემდეგ როცა თეატრი უკულტურული გახდა მე დაუბრუნდი ამ თეატრს ეს უკვე რა თქმა უნდა 25-26 წელს ვითვლით ამ თეატრში და მინდა თქვა თეატრის სასიკეთოდ სასარგებლოდ და ყველას შევახსენო რომ სწორედაც ძალიან ძნელია თეატრმა თავისი გზა და კურსი იპოვოს ისეთმა თეატრებმაც კი აკადემიურმა თეატრებმაც დრამატულმა თეატრებმა სახელმწიფო თეატრებმა და კონდეთ თავიანთი სახე თავიანთი კურსი და შემოქმედებითი გზა სწორად გათვალონ მე მინდა ჩვენი თეატრის სასახელო თქვა რომ მიუხედავად ჩვენი მძიმე მდგომარეობის 26 წლის მანძილზე ძალიან მკვეთრად გამოხატული კურსი აქვს თეატრს და ყოველთვის ამბობს თავის სათქმელს რა თქმა უნდა იქ არის სოციალურ-პოლიტიკური აქცენტები უფრო ეროვნული დრამატურგია მაგრამ ეს არ არის ნამდვილად არ არის მე არასოდეს არ მომწონდა რაღაცა ძალიან ქუჩიდან განმოტანილი სიტუაციები როა თეატრში გათამაშებული და თითქოს შემოქმედებასთან ცოტა მწყრალად არის ის კონკრეტული სპექტაკლი მე მინდა ვთქვა რომ სათქმელი მაღალი დონის მაღალმხატვრული შემოქმედებითი კუთხითაც და სათქმელითაც გნებავთ როგორც თქვენ ბრძანეთ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ეს ძალიან მაღალ სტანდარტებს შეეხება სწორედ და ეს ცალმხრივად არ ხდება ძალიან კარგი დასია თქვენ იცნობთ ამ დას ძალიან კარგად კი ბატონო იცნობთ ახლოსაც არა მარტო სცენიდან არამედ ძალიან კარგი პირველ რიგში კარგი ადამიანები არიან და ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფია და რა თქმა უნდა ეხლა ნამდვილად არის ოქროს ხანა მე არც ერთ რეჟისორს არ ვაკნინებ იმ რეჟისორს რომელმაც არაერთი წარმატებული სპექტაკლი დადგა ამ თეატრში ამ ტოლუილობის მანძილზე მაგრამ მე ბატონი გოჩას სასახელოდ მინდა ვთქვა რომ მართლა არაჩვეულებრივი სპექტაკლები დადგა და არა მარტო სპექტაკლები დადგა არამედ ძალიან ბევრს იღწვის რომ თეატრს თავისი შენობა ქონდეს არ ვიცი და საქართველოს თეატრალურ რუკაზე ერთ-ერთი აქტიური თეატრად აღინიშნეს ყველა კარს აღებს იმ კარს სადაც შეიძლება რომ რაღაცა ჩვენ მივიღოთ იქიდან რაღაცა დივიდენდი რომ თეატრს ქონდეს თავისი თუნდაც პატარა 100 კაციანი დარბაზი მაინც ქონდეს აი ამაზე მუშაობს თეატრი აქტიურად და ძალიან კარგია რომ ეს ასეა ამ დარბაზთან დაკავშირებით მე ბატონს აუცილებლად შევეკითხებ მანამდე მინდა გალბატონო თინათინს გითხო თუ თქვით თქვენი მაყურებელი მე ზუსტად ვიცი რომ ეს ასე უბრალოდ თქვენგან მინდა ეს მოვისმინო იმიტომ რომ რთულია დღეს ესეთი თეატრალური კონკურენციის პირობებში სადაც არა გაქვს მუდმივ მოქმედის შენობა და ხან სათამაშო სპექტაკლს ამ ბოლოს ძირითადად რუსთავის ესეთი მაინც ერთგული მაყურებელი შეინარჩუნო ეს მოახერხა თქვენმა თეატრმა მე მგონი ხო კი უდაოდ მოახერხა თეატრმა ეს მაყურებელი ძალიან მრავალრიცხოვანი ყავს დიდი არმია ყავს საკმაოდ ერთგული არა მარტო ჩვენი რეგიონალური მაყურებელი რომლისთვისაც შეიძლება ითქვას რომ არსებობთ და მათი იმედის სხივი ვართ ჩვენი თეატრის სამაჩაბლოს მაყურებლის იმედია
ჩვენ თბილისის მაყურებელი, თბილისელი მაყურებელი ძალიან ბევრი ყავს და აგრეთვე სხვა რეგიონების, იმიტომ რომ ძალიან ბევრ გასვლით სპექტაკლებს ვაჩვენებთ სხვადასხვა რეგიონებში და არის შემთხვევები, რომ რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე სპექტაკლით ჩავდივართ ხოლმე, ვიწევენ, უხარიათ, მოწონთ ძალიან და შეყვარებულები არიან რაღაცა კონკრეტულ პერსონაჟებზე. სამომავლო გეგმებზე სანამ შეგეკითხებით, მე მინდა ბატონ ზაზასთან გადავიდე, ის შენობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაა და მე როგორც ვიცი რაღაცას დაიძრას ასიკეთოთ ეს ამბავი და იმიტომ რთულია, შეუძლებელია შენობის გარეშე ხარისხს ვისაუბროთ. ნამდვილად დღესაც აი 4 ობიექტი მოვინახულეთ კულტურის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე ვარიანტი შეჭერდა გადავიღეთ შესაბამისი ვიდეო გადაღება სურათები და ვჟელობთ რომელი აქ კალკულაციაზე ლაპარაკი თანხებზე ლაპარაკი კულტურის სამინისტრო ნამდვილად აქტიურობს ამ მხრივ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ობიექტი მოიძებნა ისე რომ ეხა ყველაფერი შეჯერებაზეა დამოკიდებული, თანხებზეა დამოკიდებული და ალბათ მე ახალი სეზონიდან ჩვენ უკვე რაღაც საფუძველი გვექნება. იქ რა ზომის, რა ფორმის რემონტი იქნება საჭირო თუ რაღაც ეს უკვე დამატებით ინფორმაციის სახით იქნება. ისე რომ ამ მხრივ ცოტა დავმშვიდით რომ ვეძებთ, ნამდვილად ვეძებთ, იმიტომ რომ იქ იწყება რემონტი. თუმცა როდის დაიწყება, როდესაც ჩვენ ვართ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში. ანამდე უამრავი დეკორაცია დაგვიგროვდა, უამრავი კოსტიუმი, უამრავი ტექნიკური საშუალებები, ასე რომ ჩვენ გვჭირდება ფარტი, სადაც ამ ყველაფერს დავალაგებთ. თუმცა პარალელურად შეთანხმება მოხდა ისევ კიდევ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს და რუსთაველის თეატრს, რომ მათ მოელაპარაკეს, რომ ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება რუსთაველის მცირეში ვითამაშოთ რამდენიმე წარმოდგენა სეზონის ბოლომდე. რეპერტუარში რამდენი სპექტაკლია და აი რა აქტივობით შეიძლება მაყურებელს რომ მოვიდნენ და ნახონ მე როგორც ვიცი საბავშვო ყველა თემატიკაზე გავს ჩვენ აი ზუსტად დღესაც იყო მაგ თემაზე საუბარი ზუსტად ერთ კვირაში შეგვიძლია 9 სპექტაკლი აღვადგინოთ გარდა იმისა რაც გვაქვს ერთ კვირაში თავარია ქონდეს სივრცე ანუ ჩვენ ყოველ დღე რომ გქონდეს საშუალება, ყოველ დღე ახალ სპექტაკლს ვაჩვენებთ მაყურებელს კვირის განმავლობაში. ჯავახიშვილის გარდა მე როგორც ვიცი, დუმბაძეც არის, ტურაშვილიც არის, მესამე სიტყვა გვაქვს მუგზალოვ ტიფანიძეს. კასონა, საბავშვო სპექტაკლები გვაქვს და ასე ხელხანწოვლის დედოფალიც გამოუშვა თეატრმა. კი ბატონო. აი რა განცდა, რომ 140 წლის თეატრი ერთ-ერთი ისე ტრადიციული თეატრია, გიწევთ მუშაობა და ასევე მინდა გასტროლებზე შეგეკითხოთ იმიტომ რომ თქვენ რეგიონულ გასტროლებზეც და საერთაშორისო გასტროლებზეც იყავით და აი რა განცდა იყო როდესაც გრან-პრი მიანიჭეს თქვენ თეატრს და ესე გამოერჩია და უნდა აღნიშნოთ რომ ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე გახლავთ სტეფანი ლაკნერი სახელოვანი გერმანელი რეჟისორი. დიახ. პირველ რიგში მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მიულოცო ჩემს კოლეგებს თეატრს მიულოცო, ბატონ ზაზას მიულოცო. იმიტომ რომ ყველასთვის მართლა ძალიან ამაღლებული დღე არის, ჯერ ის გვამატებს ძალიან, რომ 140 წლის არის თეატრი და ამ თეატრის მსახიობები ვართ ჩვენ და საოცარი განცდა მე გეფიცებით ბავშვივით ველოდები 27 რიცხვს და ალბათ ყველა ჩემი კოლეგაც და ძალიან გასახარია როცა მეორეჯერ, მესამეჯერ გვიწევენ ერთი და იგივე სპექტაკლს ითხოვენ რეგიონებში მაყურებელი ითხოვს ერთი და იგივე სპექტაკლს, რომ ყველამ ვერ მოასწრო ნახვა. და საოცარი გასტროლი ქონდა კიდევ. თქვენ ჩვენთან ერთად ბრძანდებოდით, მოწმე ხართ იმის, რომ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო ჩვენმა სპექტაკლმა და სახელდახელოდ მე მგონი რაღაცა თეატრში და სხვათა შორის ისეთი სასიამოვნო იყო და ძალიან სულ სხვანაირად ვითამაშეთ. მე მგონი უფრო უკეთესი ნამდვილად მოუხდა იმ სივრცეს. დიახ, იმ სივრცეს მოუხდა და ეს რა თქმა უნდა ეს პრიზებიც ჩვენთვის იყო ძალიან გასახარი და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. რა პასუხისგებლობას განიჭებთ ახლა და აი თუ ახალი შემართებით თუ დაიწყებთ ქალბატონი თინათინ მუშაობას ახალ სპექტაკლებზე და რას უმზადებთ მაყურებელს? მეც განმეორდები და მივულოცავ ჩემს
მეორე ოჯახს ეგრეთ წოდებულს ჩემს თეატრს 140 წლის იუბილეს ჩემი ამ თეატრში მოღვაწეობის პერიოდში ეს იუბილე ასე პომპეზურად არასოდეს არ აღნიშნულა და ჩემთვის ეს იმდენად ამაღელვებელია და ისეთი მნიშვნელოვანია და თან სპექტაკლს თამაშობთ და შეგრძნება მაქვს რომ აი უკვე მე რამდენი სპექტაკლს თამაშობ შეგრძნება მაქვს რომ პრემიერას ვთამაშობ ალბათ ისე ვინერვიულებ ამ სპექტაკლზე არ ვიცი რაღაცა მართლა განსაკუთრებული დღეა ჩემთვის პირადად აქვე მინდა აღვნიშნო ისიც რომ თეატრი იმდენად უკვე პოპულარულია და უკვე იმდენად ითხოვს მაყურებელი რომ მოდით ამ სპექტაკლს როდის აჩვენებთ იმ სპექტაკლს როდის აჩვენებთ მართლა არაჩვეულებრივი რეპერტუარი გვაქვს მართლა დიდი პალიტრა შეგვიძლია წარუდგინოთ ჩვენს მაყურებელს უბრალოდ მოგცენ ამისი საშუალება თუ არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მე მინდა წარმატება გისურვოთ და დარწმუნებული ვარ რომ მომავალ იუბილეს 145 წლის იუბილეს უკვე იქ თქვენ სამშობლოში ჩვენს ფუძეში კი ბატონო იქ აღნიშნავთ და აქაც კი იყო შენობა რომ ჩამოხვიდეთ მაგრამ თქვენს ფუძეში ნამდვილად მნიშვნელოვანია ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე დაგიბრუნდით ისევ ძვირფასო რადიო მსმენელებო რადიო იმედი აგრძელებს მუშაობას და ორი ახალგაზრდა გამორჩეული მხატვარი რომელზეც ყველა უბრალოდ წარმომადგენლები ამბობენ რომ აი იმედის მომცემი, აი ნიჭიერი, აი პერსპექტიული, რომელსაც უკვე საკუთარი ხელწერა აქვს არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები, ირაკლი კუნჭულია და ირაკლი ჩიქოვანი. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. სულ ცოტა ხნის წინ იყო ირაკლი კუნჭულიას ნამუშევრების გამოფენა იკა გალერეაში, თუ სწორად ვამბობ, პლეხანოვზე და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ გამოფენას და მოდით ცოტა შორიდან დავიწყოთ. როგორი უნდა შეძლოს დღეს მხატვარმა მით უმეტეს ახალგაზრდამ რომ რაღაცა შეინახოს თავისი თავი, იმიტომ რომ ძალიან რთულია დღევანდელ პირობებში რომ რაღაცა შეძლო და ბაზარზე გახვიდე, იმიტომ რომ ერთი კონკურენცია, მეორე ჯერ კიდე ალბათ მე ვფიქრობ რომ ისე არ არის სახვითი ხელოვნება დაფასებული როგორც ამას ის იმსახურებს, ხო აი ამდენად რთულია იყო თქვენთვის რომ უკვე თქვენი ადგილი და სახელი მოგეპოვებინათ. მოგესალმებით გიორგი, ანუ რაც შეეხება დღევანდელ ბაზარზე, ანუ აი როგორც შეიძლება თქვა, ანუ თავარია ახალგაზრდების ძალიან ბევრი იმუშაოს, აი როგორც ჩვენ მუშაობთ ახლა რასაც ქვია დღე და ღამე სახელოსნოში ვზივართ და სულ მუშაობთ და ანუ ამდენი ძალიან ბევრი ნამუშევრები იქნება ამ პროცესში და ეხლა რაც მქონდა პერსონალური გამოფენა, ანუ ეს ნახატები იყო ზუსტად ერთ წელიწადში შექმნილი ნახატები, აი ძალიან ბევრი და ერთი მაგდენი კიდე გაყიდული იყო. ანუ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო ეს, მაგრამ გამოვიდა ისე რომ ერთ წელიწადში პერსონალური გამოფენა შევძელი. ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ეს მოითხოვს უამრავ შრომას რომ დააგროვა ამდენი ნამუშევარი და გააკეთო პერსონალური გამოფენა. კი, რა თქმა უნდა, ბევრი შრომა. ირაკლი, ამ შემთხვევაში ირაკლი ჩიქოვანს მიმართა, აი თქვენ თუ აპირებთ პერსონალურ გამოფენას და აი მაინც რა საძლევს მხატვარს რაღაცა გამოფენა. ალბათ ერთგვარი შეჯამებაა და რაღაცა პროფესიონალების რაღაც რჩევები უნდა გაითვალისწინოს მით უმეტეს როცა შემოქმედების პირველ ეტაპზეა, ხო? ჩემი გამოფენა 9 ფებრუარს იყო პერსონალური, ანუ ირაკლის გამოფენა უნდა ჩემი იყო ხელოვნების სასახლეში კარგარეთელზე. გიორგი კალანდიასთან. გიორგი კალანდიასთან. რავის ბევრი უნდა იმუშაოს, რავის მხატვარმა, რომ აი გამოფენა რაც შეეხება სახელოსნოში, როდესაც ნამუშევრები გაქვს, ეს ერთია და როდესაც გააქვს და აი ცოტა შორიდან უყურებ, სულ სხვა სივრცეში განათავსებ შენ ნამუშევრებს და სულ სხვა ემოცია აქვს, სულ სხვანაირად იზრდები და აუცილებელი არის რომ მხატვარმა გამოფენა გააკეთოს. აი თითქოს არის ისე რომ მხატვრები არ აკეთებენ გამოფენას და მე რაღაც ისე გამოდის რომ სულ ერთ და იგივეს აკეთებს, სულ ერთ და იგივე ემოციაში ხარ და როდესაც გამოფენას აკეთებ, თითქოს შენ რაღაცა უკვე დაასრულებ და გადადიხარ შემდეგ ეტაპზე, რომ იგივე აღარ
განმეორდე და აუცილებელი არის რომ გამოფენა გააკეთო. აი მაგალითად ჩემთვის ბატონ გივითოიძეს უთქვამს რომ შევხედაო მე სხვა სივრცეში შეიძლება თავიდან გადავხატო. მარინა ივანიშვილს უთქვამს რომ ხევ რომ არ მინდა დარჩეს ის რაც არ მომწონსო. თქვენ თუ გქონიათ განცდა თქვენი ნამუშევრისადმი რომ რაღაცა არ დაგაკმაყოფილოთ ისეთი არ გამოვიდა. რა თქმა უნდა და არის ისეთი მომენტები, როდესაც გამოფენამდე რამოდენიმე ვთქვათ რაღაც ნამუშევრები თქვათ არ მოგწონს, ან ნაკლებად მოგწონს და იქ გამოფენაზე ისე შეიძლება ის ნამუშევარი გამოიყურებოდეს, თუ ყველაზე მეტად ის მოგეწონოს. აი ჩემ შემთხვევაში ბოლო გამოფენიდან გაკვირვებული დავრჩი, რომ რაღაც ნამუშევრები, რომელიც თქვათ ნაკლებად ისეთი მიმაჩნდა გამოფენაზე შემდეგ შემეცვალა აზრი. აი ხშირად ამბობენ ხოლმე მხატვრები რომ მაგალითად აი ეს ნახატი არ იყიდება რაღაცებს არ თმობენ ხოლმე ხო აი რის მიხედვით არჩევს მხატვარი ალბათ რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს თუ შრომა ჩადო თუ შეიძლება იქ არ მოსწონს და არ უნდა რომ ნახოს პარტო ანუ ეს როგორ არის ანუ ყველა ნახატს ყავს თავისი მომწონი ანუ ზოგს მოწონს ზოგს არ მოწონს აი ეგრე ვერ გაიგებ რომ ანუ ეს კარგია ის ცუდი არის ანუ შენ ვერ იტყვი ანუ შენ მხატვრისთვის ანუ არის ესეთი მომენტი ზოგი მოგწონს ზოგი ნაკლებად მოგწონს ზოგჯერ აი ეხლა რო აღნიშნეთ ანუ არის რაღაც ნახატები ზოგზე მაგალითად ჩემ ტილოზე შეიძლება იყოს 4 ნახატი იყოს ერთის ქვეშ ერთი ნახატის ქვეშ იმიტომ რომ მიყვარს ექსპერიმენტების გაკეთება და ხშირად ანუ მეორეს ვახატავ მესამეს რო აღარ მომწონს ხოლმე და ანუ ისეთი ნახატი არ ცუდი ნახატი არ არსებობს მოკლედ ანუ ყველა თავისი ისახავს რა თვალით შეხედავ და როგორ მოგეწონებ ხო ანუ ყოფილა შემთხვევები ისეთი რაღაც დაყიდულა მაგას აი გაყიდვაზე რო თქვა რომ აი საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი რომ აი ის შეიძლება და ვინმეს მოწონებოდა ანუ ნახატად ავთვლიდი ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა კედელზე მქონდა ჩამოკიდული მუყაოს კაღალდი და იმაზე წმინდავდი მასტეხეს და ფერები ანუ აირია ერთმანეთში ნუ არაფერი არ იყო უბრალოდ საწმენდად ვიყენებდი და ერთ-ერთმა უცხოელმა ხავი გაიგირა რა თქვა ეს უნდა გამატანო ეს რალიო ჩემთვის ყველაფერია ჩვეულებრივი მუყაო პატარა ჭიკარდით მიკრობილი კედელზე ჩასოვდა ჩარჩოში და იქნებოდა მშვენიერი სად შეიძლება თქვენი ნამუშევრების დათვალიერება მე როგორც შევიტყვე თქვენი გალერეაც გახსენით უკვე ხო ჩვენ გალერეა გაიხსნება დღეს ახვალანზე აღმაშენელი 32 ნომერში ანუ სახელოსნო გვექნება ცოტა ხანში ამჟამად ვარ დაბოთვილეს პირველ ნომერში სოლოლაკში და ცოტა ხანში გადავდივართ გერმანიის საელჩოსთან ანუ ისიც ღია იქნება ყოველთვის სახელოსნო და გალერეაც გვექნება ჩვენი ცალკე და ვინ იმუშავებთ ამ მე ირაკლი გუნჯულია ირაკლი ჩიქოვანი და ბექას ვირავ გასაგები ესე იგი სამი ხელოვანი რომელიც რაღაცა მე თუ ვიცი ჯგუფელებიც ხართ მე მგონი თქვენ ხო თუ ერთ დროს სწავლობთ ირაკლი და ბექა სწავლობდნენ ფერწერაზე მე დავამთავრე კინომხატვრობა კინომხატვარი ვარ პროფესია დავჭი ფერწერაში კი ბატონო ირაკლი თქვენ მე მგონი იყავით ბატონ რადის თორდიას მოწაფე ხო მე იმიტომ რომ მე ცოტა ხნის წინ გავაკეთე ბატონ რადის გადაცემა და კერძო საუბარში მომსანა რომ აი ხა ვისაც ეს მსხვატრობაო მან უნდა შეიძინოს ჩიქოვანის ნამუშევრები იმიტომ რომ მე აუცილებლად ფასი დაედებაო აი ესეთი თქვენს გარეშე ესეთი შეფასება გააკეთა თქვენმა პედაგოგმა ვინ არის ის ადამიანი ვის აზრის ყველაზე მნიშვნელოვანია ნუ ძალიან ისეთი მე არ გულისხმობ ხელოვნებად ცოდნებს აი მხატვრებს რომლებიც მოდიან რაღაცა რჩევას გაძლევენ ან თქვენ მიგაქვთ ნამუშევრები თუ უკვე ეს ეტაპით გამოიარეთ და გამოფენაზე თქვათ მხატვრების ხაზს დიდი მნიშვნელობა აქვს მხატვარი რო გეტყვის რომ ეს ნამუშევარი კარგია ეს არ გაყიდო თქვა და ეხლა ჩემ გამოფენა რომ მქონდა რამოდენიმე მხატვარი მოვიდა გამოფენის მერე და აი თქვა რაღაც სურათებს მეწეს რომ აი ეს ნამუშევრები არ გაყიდო რომ მიტო გეუბნებ რომ ჩემი გამოცდილებიდან ამ პერიოდში გაკეთებული არ უნდა გაყიდო და აი ეს მეთქი რა ვიცი ყველაფერს მოვყიდით და რაღაცებს წავიღე ამ გამოფენის შემდეგ სახში დავდე რომ იმიტომ რომ მე რო დაგჭირდება შეიძლება ვეღარ მიაგნოთ ვინ. ო ახლა ესეთი ადამიანები რო გეტყვიან რომ არ უნდა გაყიდო, ესე იგი ნიშნავს რაღაცას, თქვილა არ გეტყვიან. კი ბატონო. კინო მხატვრობა ახსენეთ თქვენ თუ ფიქრობთ რომ კინოშიც იმუშაოთ და თუ გაქვთ სურვილი. ზოგადად ანუ ძალიან უამრავი მხატვარი მუშაობდა თენგიზ მიწაშვილით დაწყებული.
ზოგადად ძალიან მომწონს კინოზე მუშაობა, ანუ რამდენიმე რაღაც სტუდენტობის დროს რაღაცაზე მიმუშავია, მაგრამ ანუ იმიტომ დავრჩი ფერწერაში და ანუ გავაგზავნე ფერწერა, ანუ კინო მაინც ის არის, რომ სხვაზე ხარ მაინც დამოკიდებული, რეჟისორზე ხარ დამოკიდებული, ჯგუფზე ხარ, ანუ მარტო არ ხარ. და ხატრობაში ფერწერაში, მაგრამ ანუ შენ ხარ და შენ ხარ შენი თავის ბატონ პატრონი. ანუ და ეს ეს მიჩევნია ვიდრე ანუ კინო, თორე ძალიან საინტერესოა ისიც და ბევრი რაღაცები კარგათაც გამომდიოდა. მაგრამ მაინც მიჩევნია, ჩემთვის იყო მიჩევნია. კი ბატონო, გალერეაზე ვისაუბრეთ, ჩვენ რომელიც გაიხსნება აღმაშენებლის გამზირზე და რთული ალბათ, მაგრამ და მე ყოველთვის საინტერესებს ხოლმე რადიო მსმენელებს, რომ აი რა იაფი არის ძალიან ზოგადი განმარტება, ხო? აი რა ფასად შეიძლება პატარა ზომის ნამუშევარი შეიძინოს რადიო მსმენელს, იმიტომ რომ Facebook-ში სულ ამას წერენ ხოლმე და დააკონკრეტეთ, ხო? ხანდახან ისეთ ფასს ამბობენ, რომ მე მიყვეს, რომ საღებავი და ტილო არ მოვა ალბათ იმ ფასად ხოლმე, მაგრამ ნუ მაინც პირველ ეტაპზე ალბათ ხელობას იაფად იმედებენ. აი თქვა თქვენ გალერეაში რომ მოვა ადამიანი, რა ფასიდან იქნება ნამუშევრები? ჩვენ გალერეაში იქნება დაახლოებით 50 ლარიდან და ჩანახატის დონეები, ანუ აღარ მოყავდა 2-3000-მდე. გააჩნია ნამუშევარს და გააჩნია გემოვნება. ზოგი არც იყიდა. ზოგი არც იყიდება, უბრალოდ იყიდება. არა არსებობენ ადამიანები, კოლექციონერები, გასაგებია, რომელზეც არ იყიდება, მანდა მაინც იმის ყიდო. ის უნდა იყიდოს. ქონიათ ესეთი შემთხვევა, რომ ავიცი, ყოფილა ხანდახან მოვიდა ადამიანი, რომელსაც სურათების შეძენა უნდოდა და ვთქვათ, მომატრიალეს ნამუშევრები და ვაჩვენებ, რომელიც ეხლა მე მომწონს და მეუბნება, რომ ვთქვათ, სათაურებს ვეუბნებ, მთხოვს, რომ სათაურები აბა რა. ხო, და ვთქვათ, ყოფილა ესე, რომ ეს სათაური უთხარი და ნამუშევარი ვთქვათ აღარ მოეწონა, ვთქვათ არ მომწონს. და ყოფილა ზოგი ისე, რომ გეუბნება, რომ შენ რომელი მოგწონს ეხა აქედან. და მე ვეუბნებ, ვთქვათ, ეს და იმას ყიდულობს. იჯერებს. ხო. კი. თქვენთან თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა? კი, აი მაგალითად ნაყოფილა ნამუშევრები, აი რომელსაც მიტრიალებული მქონიათ, ანუ პაპირებდი, აი საერთოდ აი თვითონ დამთვალიერებას ვერ გავუგებ. ანუ კედელზე როკიდია იმ ნახატს არ უყურებს. აი რაც გაქვს მიყურებული ბევრი რა სადაც აწვია, იქ მოწონს, რომ იქ მაშინ ეძებს რაღაცას და აი თვითონ რო პოულობს, აი ის უფრო ბედნი ერთს და ის არის მისი. აი თვითონ რო იპოვონი, რომ თავისია და მიაგნო იმას. ესეც არის, რაც სიამოვნეს ის უნდა კონდეს სახში. ერთხელ იყო ესეთი, რომ ჩვენ სახელოსნოში აბოთფილეს ქუჩაზე, ანუ მე და ირაკლი ვიყავით, ჯერ ბექა არ იყო გადმოსული ჩვენთან და ძალიან ბევრი ნახატები, ჩვენი ნახატები და ზუსტად 2-2 ნახატი ქონდა ბექას მოტანილი. და ნიდო სახელოსნოში ერთი მიტრიალებული და ერთი სადღაც იყო, აი ძალიან როგ მოგეძებნა ვერ იპოვნიდი და ამ ხალბატონმა რომ ტურისტი იყო, რუსი იყო და ბექას ნახატი მოეწონა ერთი. და მე ათვალიერად დიდი ხანი ურტყა კრუგებდა, მე სადღაც ეძება და კი ის მეორე ნახატიც იპოვა და კიდე ეს მომწონს, ანუ ზუსტად რა ეთყობა რა ხელწერა იცნოთ რა და ის ორი მოეწონა, ძალიან 200 ნამუშევრი და ხალი ქონია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ მოხვედით ჩვენთან გადაცემაში, მე წარმატებებს გისურვებ და დარწმუნებული ვარ რომ ისეთი ადამიანები როგორც თქვენ ბრძანდებით დაფასდება თქვენი შრომა და ესეთი პროდუქტიულები რო ხართ ესე გააგრძელებთ ქართული ამ სფეროს მოყვარულთა გასახარებლად. დიდი მადლობა ირაკლი ჩიკოვანი და ირაკლი კუნჭულია იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენ ახლა სულ ცოტა ხნით დაუთმოთ ანონსს და სულ მალე ისევ დაგიბრუნდებით. ავასცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით ისევ ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ავასცენა, მე ნიკოლოზ წულუკიძე გახლავართ და სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ლაშა ჩხარტიშვილი თეატრმცოდნე ერთ-ერთი ქვეყნიდან, სადაც თეატრალური პროცესების დანერგვაში აქტიური მონაწილეობა მიიღო თანამედროვე თეატრის კვლევის ცენტრში და მე აი ამ თემაზე სწორედ აი სულ ახალხანს ჩამოვიდა და პირდაპირ ცხელ ინფორმაციით ვთავთ მას ეთერში. ლაშა, საღამო მშვიდობის.
საღამოშვიდობის მოგესალმები ნიკოლოზ. მადლობა რომ მოიცალე ჩვენი გადაცემისთვის და აი რომ ჩავაყენოთ ჩვენი რადიოსმენელების საქმის კურსი მე როგორც ვიცი შენ იყავი ყაზახეთში თუ სწორად მახსოვს ხო? კი ბატონო ყაზახეთში ალმა-ატაში გახდით. და აი თანამედროვე თეატრის კვლევის ცენტრი იყო და იქ ძალიან დაინტერესებულები არიან ქართული თეატრით მე როგორც ვიცი ხო და კი ბატონო ოფიციალური მისია ქონდა ის რომ თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ანალოგის შექმნა სურდა დაიწყო უკვე მუშაობა ამაზე გულისხმობ იმას რომ სტატისტიკურ ანალიტიკური კვლევის მეთოდი ყაზახური თეატრისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა მონიტორინგის განხორციელებისთვის და ამავდროულად იქ ჩატარდა მასტერ-კლასები და სამეცნიერო კონფერენცია სამსახიობო ხელოვნების შესახებ. მე ვკითხულობდი მოხსენებას თანამედროვე ქართული სამსახიობო ხელოვნება და ორდღიანი მასტერ-კლასით ერთი დღე ქართულ თეატრს დაეთმო და მეორე დღე ევროპულ თეატრთან მიმდინარეობდა ფესტივალი ცენტრალური აზიის ქვეყნების თეატრალური ფესტივალი. დიდი ტრადიციული თეატრალური ქვეყანა ნამდვილად არ არის ყაზახეთი სულ ახლა უბრალოდ ტრადიცია აქვს მაგრამ ისეთი დიდი სახელი არა მსოფლიო თეატრალურ რუკაზე ხო აი ახლა რა მდგომარეობაა ყაზახეთში თეატრალური პროცესების თვალსაზრისით განვითარებულია ან რაღაცა ევროპული თეატრის ნაწილია თქო მოვიტყუები იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ასე აშკარად რამდენიმე ათეული წლით უკან არის ეს თეატრი იმიტომ რომ ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი რომ აღმოსავლეთში თეატრი ცოტა სხვაგვარად ესმით ის უახლოვდება უფრო არავერბალურ თეატრალურ ფორმას კორეული თეატრი ვნახეთ იქ უეღურული თეატრი ვნახეთ და ყაზახური თეატრის ევროპული თეატრის მოდელის სპექტაკლები რომელიც განშორს არის თანამედროვეობასთან ანუ ის უფრო საბჭოთა პერიოდის ქალბურ ისტორიულ ჰეროიკულ რომანტიკულ გმირულ თეატრს უახლოვდება და მაყურებელიც დიდ ინტერესს იჩენს ამ ფორმის მიმართ იმიტომ რომ როგორც გავარკვია რამდენიმე უცხოელი რეჟისორი იყო მიწვეული დადგეს სპექტაკლები მაგრამ ისეთი წარმატებული არ აღმოჩნდა ახლა ვაიტკუსი იყო იქ და ტუმინასი და ჩვენი გიორგი მარგველაშვილი რომელმაც ძალიან კარგი სპექტაკლები დადგეს მაგრამ იქაური მაყურებლისთვის ეს უცხოა და ძართული პროცესები მიმდინარეობს ანუ შეშინებულები არიან თეატრის ხელმძღვანელები იმიტომ რომ ევროპულ სპექტაკლებს როდესაც დგამენ მაყურებელი ცოტა გულგრილად უყურებს ამას მათ ურჩევნიათ პატრიოტული ყალბი პათეთიური ისტორიული ჟანრის პიესები მხოლოდ გიждდებიან ამ ისტორიაზე თუმცა ამ ორი ფორმის თანაზიარობა არც ის რთულია და მე დარწმუნებულია ნელ-ნელა საზოგადოება მივა იმ დასკვნამდე რომ თანამედროვე თეატრალურ პროცესებს უნდა აუწყონ ფეხი და დაეწევა ევროპულ ტენდენციებს ყაზახური თეატრი. დიდი მადლობა ლაშა წარმატებებს გისურვებთ. ლაშა ჩხარტიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. კარგად ვზანდებოდეთ. ნახვამდის. უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე.